ეროვნული ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში პირველად შესაძლოა თბილისის დინამო ევროთასების მიღმა დარჩეს. თბილისელთა გულშემატკივარი იმედოვნებდა, რომ გუნდი ბოლოდროინდელ წარმატებას ტორპედოსთანაც გააგრძელებდა, მაგრამ მასპინძელთა იმედები არ გამართლდა. გეგუჩაძის გაწვრთნილებმა დაცვა კარგად ჩაკეტეს, პირველივე წუთებიდან უპირატესობა მოიპოვეს და მწვავედ შეუტიეს. სახიფათო გამოდგა კუხიანძის შეტევა, როდესაც ლორიან ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხურის გათამაშების შემდეგ კი ანგარიშის გაზარდა შეეძლო გამიზარდაშვილს, მაგრამ ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა. ტორპედო მაინც გაიტანა. კუხიანძის ჩაწოდებულ ბურთს დათუნაიშვილი გამოიხმაურა და ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმი დინამომ გაცილებით აქტიურად დაიწყო. ანგარიშის გათანაბრება შეეძლო რობერტინიოს, თუმცა ბოლო მომენტში კარგად ითამაშა მცველმა და ვითარება განმუხტა. უაღრესად სახიფათო გამოდგა დინამოელთა გათამაშებული კუთხურიც. კარში ალვარო არტყამდა. მეკარე მიგინეიშვილმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა. საბოლოოდ ტორპედომ დამსახურებულად გაიმარჯვა 1-0. უშუალო კონკურენტ დინამოს 4 ქულით გაასრო და ევროპის ლიგაში თამაშს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ესეთი ცუდი თამაში ჯერ მე მგონია რომ დინამოს არ უთამაშია. დამსახურებულად მოიგო ტორპედომ. გვაჯობა და მოიგო. აქორი აზრი არა. ჩვენი გუნდის თამაში დღეს ყოველ შემთხვევაში გარკვეული პრაგმატიზმით დომინირებდა ალბათ. ჩვენ სხვაგვარად მივუძებთ საქმეს, გავარჩიეთ დინამოს თამაში და ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. დავალებები შესრულდა, თუმცა ალბათ მეტი აქტიურობა გმართებდა კიდე შეტევაში, ჩემი აზრით და შეიძლება უკეთ ყოფილიყო, თუმცა თამაშის სადავეები ხელიდან არ გაგვიშვია და ამით მაყოფილი ვარ.